თბილისის აეროპორტში მზის ენერგიით ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა ამოქმედდა. სპეციალისტების თქმით, ახალი პროექტი ხელს შეუწყობს საფრთხების რისკების შემცირებას. სამშენებლო სამუშაოები 2015 წელს ნოემბერში დაიწყო. დამონტაჟდა მზის ელექტროენერგიის გამომუშავების მოწყობილობა. ახალი სისტემის გახსნის ცერემონიას დღეს თბილისის მერი და იაპონიის ელჩი დაესწრნენ. პროექტი სწორედ იაპონური მხარის დახმარებით შეიქმნა. ერთის მხრივ მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია დანაზოგების და ეკონომიკური თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია როგორც საპილოტო პროექტი. ესეთი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის გვჭირდება და გვჭირდება რაც შეიძლება მეტი. საქართველოსთვის როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე გარემოსდაცვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა. სწორედ ამიტომ იაპონიამ დააფინანსა აღნიშნული საგრანტო პროგრამა. მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა ქვეყანაში სუფთა ენერგიას დანერგავს. ფიქრობ, რომ ეს პროექტი ორი ქვეყნის მეგობრობის ძალიან კარგი მაგალითია.